Zamistarișvilები, garuchavები, ემუხვარები, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღმერთმა მალე გახსნას გზა აფხაზეთისაგან. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ უძველესი აფხაზური გვარი ემუხვარები დალოცა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე ევროპიდან და კანადიდან ჩამოვიდნენ ამ გვარის შთამომავლები. ამ ცნობილი გვარის წარმომადგენლებმა ნათელი კვალი დატოვეს ისტორიაში და აღიარება მოიპოვეს როგორც საზოგადო და პოლიტიკურმა მოღვაწეებმა. მათ შორისაა საქართველოს დამფუძნებელთა კრების წევრი და აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარე დიმიტრი არზაყან ემუხვარი, ოფიცერი ნიკოლოზ ემუხვარი, თავადი მელიტონ ემუხვარი, პირველი განმანათლებლები და პედაგოგები აფხაზეთში ალექსეი და ივანე ემუხვარები. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც ქართული აზროვნებით გამოირჩეოდნენ, იცავდნენ აფხაზი ხალხის ინტერესებსაც და ამავდროულად ხაზს უსვამდნენ საქართველოსა და აფხაზეთის ერთიანობას. სამწუხაროდ ტრაგიკული აღმოჩნდა ამ გვარის ბევრი წარმომადგენლის ბედი. საბჭოთა ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა ზოგიერთ მათგანს. ისტორიული მომენტია ჩვენი გვარისთვის. ბევრი ახალგაზრდა ხალხი, უდანაშაულო ხალხი დახვრიტეს, მაგრამ მაინც ფეხზე დადგა და ასე თუ ისე თავისი წონა და თავისი სიტყვა თქვა ქვეყნის აღშენებლის საქმეში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც მომბრძანდა და ვინც დალოცა ჩვენი გვარი. გვარი დაილოცა, კურთხევა მიიღო, ხატი დაიწერა, ეს დაბრძანდება ილორის ეკლესიაში, ჩვენ სახელზე იქნება ემუხვარების სახელზე. რა ვიცი და ძალიან მოხარული ვარ ამ დღის. ბედნიერი ვარ, რომ პატრიარქმა ჩვენთვის დრო მონახა და ეს გვარი დალოცა. აღფრთოვანებული ვარ დღეს ამ ლამაზი დღით, რომელიც დაგვამახსოვრდება მთელი ცხოვრების მანძილზე. ყველა იმ ემუხვარებს, ვინც აქ არიან დღეს, ყველა სახელით მადლობა კიდევ ერთხელ პატრიარქს და ღმერთმა დიდხანს ბედნიერად და ჯანმრთელად გვიმყოფოს. ძალიან დიდი პატივი არის ჩვენთვის, რადგან პირველად დავესწარით ჩვენ ემუხვარი გვარის წარმომადგენლები ვართ და ძალიან გვხარია რომ ასეთი გვარი გვაქვს და რომ დღეს პატრიარქმა დაგვოცა. ეს ყველაზე დიდი დღესასწაულია ჩვენ ცხოვრებაში. შეიძლება ერთხელ მოხდეს, შეიძლება საუკუნეში ორჯერ, სამჯერ. ემუხვარის გვარის დალოცვას დაესწრნენ ასევე აფხაზეთის სხვა უძველესი გვარების წარმომადგენლები: შერვაშიძეები, ანჩაბაძეები, მარშანიები, მარღანიები და ჩიქოვანები. სულაც არ არის შემთხვევითი ამბავი, რომ ემუხვარები, ანუ ემხვარები აფხაზეთის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული გვარი და ისტორიული გვარი, მას საქართველოს პატრიარქი ლოცავს სამების ტაძარში. ეს გამოდის უკვე იქიდან, რომ ქართველებს და აფხაზებს შორის ძალიან უძველესი დროიდან იყო მჭიდრო კავშირები. ეს მჭიდრო კავშირები ყველაფერში ვლინდებოდა პოლიტიკურ ურთიერთობებში, კულტურულ ურთიერთობებში, ნათესაობაშიც. აი აფხაზური თავადური გვარები, პირდაპირ და აზნაურული გვარები გლეხობაშიც ასე იყო, ესე იგი გადაჭდობილი არიან აი ქართულ გვარებთან, განსაკუთრებით სამეგრელოს გვარებთან, სულ ყველას ჩვენ ნათესავები გვყავთ ერთმანეთში. მეც მაგალითად ყავს ნათესავები, ემუხვარები. მნიშვნელოვანი დღეა და ის დალოცვა, რომელიც პატრიარქისგან არის, ეს არის დიდი მადლი, რა თქმა უნდა, ყველა იმ გვარისთვის, რომელიც ამ დალოცვას იღებს და ეს არის კიდე ერთი ჩვენება იმისა, რომ ესე იგი უძველესი ესე იგი კავშირები, რომლებიც ქართულ და აფხაზურ გვარებს შორის იყო, ის გრძელდება დღესაც. აუცილებლად უნდა აღდგეს ურთიერთობები ქართულ და აფხაზ ერებს შორის. აცხადებდნენ გვარის დალოცვაზე მოსულები და იქვე დასძენდნენ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ დიდი ისტორიული წარსულის მქონე აფხაზური გვარის დალოცვა. ეს გვარი, ემუხვარების გვარი, რა თქმა უნდა, არის ცოცხალი კავშირი ჩვენ და აფხაზეთს შორის. ერთიანი საქართველოს სიმბოლოა ემუხვარების გვარი. ერთიანი ძლიერი საქართველოს, სადაც აფხაზი და ქართველი ხალხი ცხოვრობდნენ და მომავალში მედია ვიცხოვრებთ ერთობლივი სიყვარულით, ურთიერთას პატივისცემით და ხაზს უსვამ ურთიერთას შეცდომების პატიებით. ვლოცავ იმ აფხაზებს, ვინც არიან ამ გვარის მატარებელნი და შთამომავლნი, ვინც ცხოვრობენ აფხაზეთში და კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, ქართველ ხალხს უყვარს აფხაზი ხალხი. ქართველი ხალხი იმედოვნებს, რომ ღმერთი სიკეთით
სიყვარულით გაერთიანებს და შეარიგებს აფხაზ და ქართველ ხალხს.